1990-იანი წლებიდან საბჭოთა იმპერია უკვე მოირყა თუ შეიძლება ითქვას და ჩანდა რომ დაშლისაკენ მიდიოდა. ესტონეთის ესე იგი რესპუბლიკამ ბოლო ღონისძიება ჩაატარა საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ისინი ყოველწლიურად ატარებდნენ საგუნდო მუსიკის ფესტივალებს. 91-ში ესე გადაწყვიტეს რომ ჩაეტარებინათ საერთაშორისო ფესტივალი ამერიკასთან ერთად. ანუ ესტონეთმა ითავა ეს ამბავი საბჭოთა კავშირიდან და ამერიკელებმა და აი ამ ფესტივალს დაარქვეს სიმღერის ხიდები. ანუ სიმღერა როგორც ესე იგი დამაკავშირებელი ხიდი ხალხებს შორის. და ნუ ეს რამდენიმე წელი მზადდებოდა ორგანიზაცია ამისი სანამ ეს ფესტივალი ჩატარდებოდა. მანამდე იყო ესეთი გაცვლითი საბჭოთა სპეციალისტები ამერიკაში წავედით. იქიდან ჩამოდიოდნენ ხორმეისტერები რესპუბლიკებში და ეცნობოდნენ აი ამ საგუნდო 90 წლის შემოდგომაზე. კულტურის სამინისტროდან დარეკეს და მითხრეს რომ ამერიკიდან ორი ხორმეისტერი უნდა ჩამოსულიყო ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენთან სტუმრად და სწორედ კაპელა უნდა ყოფილიყო მასპინძელი. ნუ მე რა თქმა უნდა გამიხარდა ძალიან და ყველაფერი მითხრეს როდის ჩამოდიოდნენ თარჯიმანი გვჭირდებოდა მე ინგლისური არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. ვიპოვეთ ახალგაზრდა გოგონა ინგლისურის ცოდნე მზია ტუღუში. არ შემიძლია რომ არ ავაღნიშნო, იმიტომ რომ ის ძალიან მომეხმარა საერთოდ ამ თარჯმნობის საქმეში და მოკლედ მოუძებნე ეს მზია მუშაობდა კულტურის სამინისტროში. ახალგაზრდა გოგონა იყო. მე ვთხოვე სამინისტროს რომ ჩვენთან გამოაგზავნეთ მეთქი რომ სტუმრებს დავხვდე მეთქი და მოვიდა მართლა მზია. ძალიან საინტერესოა როგორ მოხდა მზია ესე იგი კულტურის სამინისტროში თარჯიმნად. თვითონ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოა. კულტურის სამინისტროში დამიძახეს ამ 1 თუ 2 წლის წინო, მაშინ კულტურის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე იყო. რობერტ ვახტანგოვი იყო კადრების განყოფილების გამგე, რომელიც მთელ სამინისტროს მართავდა, ძალიან იჭიერი კაცი იყო. რობერტ დამიძახაო და შევედი ოთახშიო, ვიღაც ხალბატონი იჯდაო ისეთი ასაკოვანიო ხო დამიწყო ინგლისურად ლაპარაკიო. ცოტა შევწმიო, რა თქმა უნდა ინგლისურად მე გამესაუბრაო 1-5-10 წუთიო ხო და მე რობერტ ვახტანგოვს მიხედაო და ეს თავი დაუქნიაო რა. მითხრა ვახტანგოვმა კაი თავისუფალი ხარო და რამდენიმე დღის შემდეგ გამაფორმესო და დამიძახესო რომ იმუშავება. მოკლედ ზია მოხდა კაპელაში. წავედით რომ დავხედროდით აეროპორტში და დავხვდით ორნი ჩამოვიდნენ. მე მგონი მახსოვს. უფროსი იყო დაახლოებით 75 წლამდე. ეს იყო ვესტერ ნობელი. მეორე იყო შედარებით ახალგაზრდა სადღაც 30-35 წლის. მე მგონი რენდ იყო, რენდ ფონ ელიფსონ. ორივე ხორმეისტერი ჩამოვიდნენ და ნუ მე წინას არ ვიცოდი და ეს ჩემი სტუმრები იყვნენ და ყოველდღე კაპელაში დამესწრებოდნენ. ესე იგი დავხვდით, წამოვედით აეროპორტიდან სასტუმროში მივიყვანეთ. მათი ნომრები უკვე დაჯავშნული იყო, ესე იგი უთხარით თქვენი ბარგი დატოვეთ ახლა და როგორც ახართ ესევე უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ნამგზავრები ხართ, მშივრები იქნებით. რა თქმა უნდა ისინი უარს როგორ მეტყოდნენ, ესე იგი დაყარეს ყველაფერი ეს ნამი როგორც იყვნენ და წამოვედით ჩემთან სახლში. აი აქ ესე იგი აქ ყველაფერი გამზადებული მქონდა, მე ვიცოდი რომ ჩავოდიოდნენ. ლიამ ურმარილი დაამზადა საოცრად კარგი. დაახლოებით ესე იგი 8-10 ჩემი უახლოესი მეგობარი იყო აქ უკვე გველოდებოდნენ და მოკლედ მოვედით და დავსხედით და აი ამ ოთახში დავიწყეთ ურობა მოკლედ. ნუ ეს ეხლა ამერიკელები მზია მათთან კონტაქტში და ყველაფერს მითარგმნიდა, ესე იგი ჯერ გაოცებული დარჩნენ ეს რომ მოვიდნენ და თქვენს კაცო, გეთქვათო გამოვიცლიდითო
ნამგზავრები არა ჩვენ უთხარით მზიამ უთხრა უფროსად ჩვენთან ეგ არ არის ესეთი ფორმალობაო ძალიან თამადად დავდექი მე მზიას უთხარი ყველაფერი რასაც ვიტყვი გადაუთარგმნე მეთქი ხო და დავიწყეთ რა თქმა უნდა სიმღერები სადღეგრძელოები და ბოლო მივედი მშობლების სადღეგრძელო ნუ ეს ყველა სუფრაზე ისმევა და მეც როცა თამადა ვიყავი ყოველთვის მშობლების სადღეგრძელო ვილაპარაკე მშობლებზე რაღაც და ზია მეუნება შეხედეო ვესტერნი ტირის უთხარი კითხე მეთქი ცუდად ხო არ მეთქი რაღაც ეს მშობლების სადღეგრძელოზე ხო და ისა გამოელაპარაკა ესე იგი მზია და მითხრაო რომ რაც ჩემი მშობლები გარდაიცვალენ იმის შემდეგ საერთოდ არ გამხსენებიაო და აეხლაო ამ სადღეგრძელოზე გამახსენდაო მე ჩემი ბავშვობაო ჩემი მშობლებიო და ბოდიშიო რომ თავი ვერ შევიკავეო დიდი მადლობაო ისი მშობლები ფერმერები იყვნენ დასავლეთში ვესტერნი ეტყობა იმიტომ ერქვა ამას და მთელი ბავშვობა ფერმაში გავატარე მე ჩემ მშობლებთანო და დიდი მადლობელი ვარო რომ აეხლა გაიხსენეთო მშობლებიო და ჩემი მშობლები გამახსენდაო ნუ მოკლედ იმ საღამოს ესე იგი მოვილხინეთ ძალიან წავიყვანეთ სასტუმროში ხო და მეორე დილას როგორც დაბარებო დამხვდნენ კაპელაში უკვე ისინი იჯდნენ და მისმენდნენ რაც გინდა როგორც მუშაობ ჩვეულებრივ ჩვენ გვაინტერესებს ყოველდღიური მუშაობაო ნუ მე რა თქმა უნდა კაპელა დილით ვიწყებდი სავარჯიშოებით ყოველთვის და ის ჩემი სავარჯიშოები ეს ჰარმონიული იმპროვიზაციები რა ანუ ესე იგი ეს ჯაჭვურს უმთხვაზე აგებული ესა ნუ რა ესეც გავაკეთე მაგრამ ცოტა მომეწონა და ცოტა მეტი გავაგრძელე დაახლოებით ეს სავარჯიშოები 10-12 წუთი სადაც სუნთხვას არავინ არ იღებს ესე იგი და მოდულაციები უამრავი გადავდივარ გადმოვდივარ ესე იგი ან გადავხედავ რომ ამ ორივე ხორმეზეს თვალები გაუფართოვდა ესე იგი და სუნთქვა შეკრულები მიყურებენ ნუ მე დავამთავრე ეს სავარჯიშო ესე იგი და ზია რა თქმა უნდა იქვე იჯდა ყოველთვის თან გვახლდა ესე იგი და ზია მათქვა ამომე რომ სუნთქვა შეგვეკრავო ამ ხელასა ჯაჭვურის სუნთქვაზე გუნდიო როგორ აკეთებს ესეთ ჯაჭვურის სუნთქვა ჩვენ არ გვინახავს საერთოდ და სუნთქვა შეგვეკრა ისეო რომ სულ გაწითლებულები იყვნენ ორივენი ეს პირველი შთაბეჭდილება რა თქმა უნდა ყოველ დღე მესწრებოდნენ აქ რაც შემეძლო პატივს ავცემდი მაგრამ მინდოდა მაინც რომ გამეყვანა კახეთში წავედი ასე დაურეკე წინასწარ იყალთოში თელავის ახლო იქვე გვერდით ცხოვრობდა გიგლა პაპალაშვილი იყო მომღერალი მამაჩემის ძმაკაცი იყო სუფრის ძმაკაცი იყო მოკლედ და ერთად ქეიფობდნენ და არაჩვეულებრივად უკრავდა ფანდურზე და მღეროდა საოცრად ძალიან ბევრ სიმღერებს მაგრამ განსაკუთრებით ჩამრჩა გიგლა პაპალაშვილის ლექსი ვეფხისა და მოყმისა ესა და გიგლას დაურეკე რომ ბატონო გიგლა ძია გიგლა მეთქი ძალიან ახლო ვიყავი ესე იგი ხმა მომყავს მეთქი და ამ დროს დაახლოებით იქნებით მეთქი იყალთოში კომბორზე წავედით ესე იგი გადავედით მართლა ჩავედით შეგვიყვანა მარანში გიგლამ თავისი შვილი ინზიღო იქვე მწვადი თითქმის შემწვარი იყო ქვევრი მოხდილი და მითხრა რომ ესე გადავწყვიტე მე უთხარი მაგას რაჯობია აი მარანში იქვე სუფრა იყო გაშლილი აგინე ნუ რა თქმა უნდა მე ცოტა რომ გადავკარით ღვინო მე უთხარი ბევრი არ დაგვალევინოთ იმიტომ რომ მივდივართ მეთქი ჩვენი მარშრუტი გრძელდება მეთქი გიგლას უთხარი არა თქვენ ცოტა რამენია აიღო ფანდური და მოკლედ იმღერა და ეს კაცი გადაირია ვინ არის კაცო პროფესიონალი არა მე უთხარ ეს გლეხი
გლეხია სოფლო ჩეულებრივ ეს და ვერის მეთქი გაოგნებული იყო, გაოცებული იყო პირდაპირ რაღაც პირველი შტაბეზეო. დაახლოებით საათნახევარი 2 საათი ვიყავით. დიდი მადლობა გადაუხადეთ გიგლა პაპალაშვილს და გავაგრძელეთ. ჩავედით ხო თელავში რატომღაც მაშინ არ გავჩერდი, იმიტომ რომ წნორში ყავდა მე ძვაკაცები. შენ გახსოვს ვალიკო ნანობაშვილი იყო ასეთი ქიზიყელი, აი იმის საძმაკაცო იყო წნორში. უпроსორად წნორის თავში სახობუა იყო ასეთი ოჯახი ჯემალ იასეშვილი. მოკლედ იმათ გავაგებინე რომ მოდივარ ამერიკელები მომყავს და ერთი ჩვენებურად თქვენებურად დავხვდეთ მეთქი. ეხლა ჯემალი იყო საოცარი შრომელი მოკეიფე ესა და რაღაც თავიანთი საძმო ჰქონდა დაახლოებით 5-7 ძმაკაცი, რომლებიც ამ სუფრაზე შემღერებული იყვნენ, ყველაფერს მღეროდნენ კახურ სიმღერებს. ჩავედით წნორში, ესე იგი მივედით ამ ოჯახში და უზარმაზარი აივანი, რომელიც ალაზის ველს და კავკასიონს გახურებს, აი მთელ სიგრძეზე გაშლილი სუფრა. დავიცადეთ სანამ ყველა მოგროვდა, ესე იგი საკმაოდ 20-30 ესე იგი ახლობელი რა თქმა უნდა ამ ოჯახის და ჩემი ახლობლები ყველა დავიწყეთ კეიფი. ჩემ გვერდით ზის ეს ხანში შესული ამერიკელი ქორმეისტერი, მეორე მხარეს ახალგაზრდა ქორმეისტერი, იქით გვერდზე მზია იქვე. უცვლელი თამადა იყო ვალიკო ნანობაშვილი. ამერიკელებს ხედავ რომ სვამენ, აყვნენ რა, მოვიდნენ. სიმღერები დაიწყეს სიმღერები და ეს მზია მითარგმნის და ანუ საუბრობ. ესენიო პროფესიონალი მომღერლები არიანო, ის უფროსი ლაპარაკობდა ძირითადად. არა, უკაცო ესენი ძმაკაცები არიანო, მე ვეუბნები, ძმაკაცები არიან, რომლებიც სუფრაზე მღერიან. არაფრით არ იჯერებდა. არა, უკაცო როგორ შეიძლებაო ესე მღეროდნენ ესე იგი. კი, არისო ჩვენთანო. რო გახურდა კარგად სუფრა, ქვევით იქვე სახლიდან დაინახეს რომ ვენახიდან კაცი მოდის გაზუნგლული, ესე იგი შაბიარნის ხსნარით. დაუძახეს, ამოდიო, არა უკაცო ესე, ამოდიო და ამოვიდა, მოიხსნა ისა და დაჯდა ჩვენთან და რო დაჯდა, ესე იგი რო ამოვიდა სანამ სიმღერა უკვე სიმღერა დაწყებული იყო. დაჭდა და შეუერთდა ამათ სიმღერაში. ეს ამერიკელი გაუცებული უყურებს მზიას. ესაო ვინ არისო, ესაო დაპატე. ესაო შემთხვევით ამოიარა მეზობელიაო და ჩაერთო რა ამ სიმღერებში, ესე იგი და მოკლედ გაგიჟდა და მოკლედ იქამდე მივიდა რომ მე კაცო შემეშინდა დიდი ყანწი დაინახა რომ ყანწით არის და თქვა ყანწით მეც უნდა დავლიო. აიღო, ძალიან ბევრი არ დაუსხათ მეთქი მეოთხარი. კაი მოზრდილი ალბათ ლიტრიანი ყანწი იყო, 800 გრამიანი. მოკლედ დაცალა ეს ყანწი, მაგრად ვიქეიფეთ და რაღაც გაოცებული და გაუში ერთი კვირა იყვნენ აქედან. 91 წლის დასაწყისში ჩვენ წავედით საბჭოთა ქორმეისტერები ამერიკაში. იქაც რა თქმა უნდა ძალიან კარგად დაგხვდნენ. დაახლოებით 10 დღე ვიყავით, იქ ფესტივალი იყო საგუნდო მუსიკის. მოსამზადებელი პერიოდი იყო აი ამ ესტონეთის იმის და მოკლედ დაგვატარებინე ყველანი. მაშინ ნახე იქ რობერტ შოუ მოხუცი უკვე ქორმეისტერი მაგათი და საერთოდ ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი მოგვასმენიეს და აი ბოლო რითაც დავიწყე ესტონეთში ტალინში 1991 წლის ივლისის დასაწყისში შევიკრიბეთ. ჩამოვიდნენ ამერიკიდან ეს ქორმეისტერები, გუნდები ამერიკიდან, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის გუნდი იყო წამყვანი, სხვათა შორის კაპელა იყო ამ ფესტივალზე ჩემი ხელმძღვანელობით და გორის გუნდი იყო შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით მიწვეული.
მოკლედ და ნუ ეხლა ისიცი მაგათი ეს ღია ესტრადა და მინდორია რა ფაქტიურად მინდორს ეძახდნენ სასიმღერო მინდორი სადაც რამდენიმე 1000 კაცი ეტეოდა ამ ესტრადაზე და უფრო მეტი კიდე მაყურე მსმენელი და ნუ რა თქმა უნდა ეგ სოლო კონცერტებით ჩავატარეთ ყველაფერი და 7 ივლისს თუ არ ავსწრები 7 ივლისს იყო გაერთიანებული სასიმღერო მინდორზე სადაც რამდენიმე 1000 კაცი იყო შემსრულებელი უფრო მეტი მსმენელი ყველა რესპუბლიკას ჰქონდა ერთი ნომერი ამერიკელებს ჰქონდათ რამდენიმე ნომერი და ერთი დიდი კონცერტი ჩვენ მაშინ ვიმღერეთ იოსებ კეჭაყმაძის ქორალი მე ვდირიჟორობდი ეს საოცარი შეგრძნება იყო მაღლა სადღაც იმაზე ვიყავი ხანდარაზე და ეს წინ რამდენიმე 1000 კაცი მე ვთქვი ვერ ამყვებიან მეთქი მაგრამ ერთი ხელის მოძრაობა რა თქმა უნდა რეპეტიცია ჰქონდა წინა დღეს და გავიარეთ და სხვათა შორის მითხრეს მე ხო უკან წინ ვიდექი გუნდის წინ ესე იგი და უკან მსმენელი რომ დაიწყეთო მთელი მსმენელი ესე იგი ეს ქორალიო ეძღვნებაო 9 აპრილს დაღუპულებსო გამოაცხადეს რა მთელი ეს რამდენიმე 1000 კაცი ფეხზე ადგა და უსმენდა აი ამ ჩვენ ქართულ სოსოს ქორალს აი ეს იყო ეს ანუ ძალიან ბევრი თბილი შეხვედრები იყო ბევრი და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება